მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ, ეს კრივის სამყაროა და ჩვენ ვართ მუდამ ქართული კრივის გვერდით. ძალიან საინტერესო სიუჟეტი მოგიმზადეთ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვარიანში, სადაც მოგეხსენებათ არსებობს ესეთი დასასვენებელი კომპლექსი რანჩო ვარიანი, რომელმაც უკვე მოიპოვა პოპულარობა მთელ საქართველოში. თუმცა დღეს ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ძალიან მაგარი ამბავი გითხრათ, რაც კრივს ეხება. მოგეხსენებათ ვარიანი თავის საკრივო ტრადიციებით ყოველთვის იყო გამორჩეული და ყველაფერი იწყებოდა გიორგი კანდელაკის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ქართული კრივის ლეგენდის წარმატებებით. თუმცა ამბავი გრძელდება, ვარიანის კრივის სკოლა უკვე დიდი ხანია ძალიან მაგარ წარმატებებს აღწევს, თუმცა კიდევ უფრო ძალიან მაგარი ამბავია, ეხლა აქ რანჩო ვარიანის მიმდებარედ უკვე დაიწყო მშენებლობა ძალიან მაგარი სპორტული კომპლექსის. ეს არის სუფთა საკრივო კომპლექსი, მხოლოდ კრივზე გათვლილი, სადაც დაიდგმება 18 რინგი, სადაც იქნება ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრების მოკრივეებმა, სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლებმა, თუნდაც საქართველოს ნაკრებმა, სხვა ქვეყნის ნაკრებებთან ერთად გაიაროს ერთობლივი მზადება, ერთობლივი ვარჯიშები, რომელიც ასე წაადგება ქართულ მოკრივეთა განვითარებას. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ასეთი დონის დარბაზი არ არსებობდა საქართველოში, არა თუ საქართველოში, მთლიანად რეგიონში, კავკასიაში და შეიძლება მთელ მსოფლიოში სულ რამოდენიმე იყოს, აი სწორედ ასეთი დარბაზი, რომელიც იქნება მთლიანად მორგებული ქართულ მოკრივეების ინტერესებს და მინდა გითხრათ, რომ ეს არის უნიკალური დარბაზი, რომელსაც გამოიყენებენ, რა თქმა უნდა, ქართული მოკრივეები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კეთდება გიორგი კანდელაკის დამსახურებით, რომელიც უკვე წლების მანძილზე მხარში უდგას ქართულ კრივს, არა მარტო ესეთი დარბაზების მშენებლობით, არა მარტო სხვადასხვა ტურნირების ორგანიზებით, არამედ ყველამ კარგად იცის, რომ პირადად აფინანსებს ქართულ მოკრივეებსაც, წარმატებულ მოკრივეებს, მათ სტიპენდიების სახით და ახლა კი ეს საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ ჩემს უკან იხილოთ, სულ მალე ჩადგება ქართული კრივის სამსახურში. როგორც ხედავთ, მშენებლობა აქ უკვე დაწყებულია, არის უზარმაზარი ფართი და რამდენადაც მე ვიცი, როგორც უკვე გითხარით, აქ დაიდგმება ჯერ მარტო 18 რინგი. ამხელა ტერიტორიაზე შუაში იქნება 4 რინგი, დანარჩენი იქნება გარშემო. აქ იქნება, რა თქმა უნდა, სავარჯიშო ტომრები და ყველა ის აღჭურვილობა, რაც საჭიროა მოკრივისათვის, იმისათვის, რომ სრულყოფილად მოემზადოს. ცალკე იქნება, რა თქმა უნდა, ფიტნეს ოთახი, სავარჯიშოდ და ცალკე იქნება აქ ყველანაირი საუნა და სხვადასხვა ოთახები ფუნქციონალური ვარჯიშებისთვისაც. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, მოხვიდეთ, რომ ეს უზარმაზარ ფართობზე, რომელიც ახლა დაწყებულია, უკვე ბეტონი დასხმულია, არის ყველა პირობა იმისთვის, რომ ერთი ნაკრები კი არა, რამოდენიმე ნაკრები ერთად ჩამოვიდეს, გაიაროს შეკრება, გაიაროს მზადება. ამავდროულად არის არაჩვეულებრივი გარშემო, სუფთა ჰაერი, ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ მოკრივეებმა კარგადაც დაისვენონ, კარგადაც ივარჯიშონ და მინდა გითხრათ, რომ ეს ნამდვილად დიდი ფუფუნებაა საქართველოში, იმიტომ რომ დღემდე არასოდეს ასეთი მასშტაბის სპორტული კომპლექსი საქართველოში არ ყოფილა და არათუ საქართველოში თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრივზე სპეციალიზირებული ასეთი კომპლექსი მსოფლიოშიც თუ არსებობს, ჩემთვის ცნობილი არ არის. ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან დიდი საჩუქარია არა მარტო თანამედროვე მოკრივეებისთვის, არამედ ზოგადად საომავლოდაც ქართული კრივის განვითარებაში და ეს არის ის რეალური საქმე, რომლითაც ყოველთვის გამოირჩეოდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გიორგი კანდელაკი და მთელი საკრივო სამყაროსაგან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის ამ საჩუქრისთვის, რომელსაც ის ქართული კრივისთვის აკეთებს. ასეთი მასშტაბის და ასეთი ახალი თანამედროვე დარბაზის პირობებში დარწმუნებული ვარ, ქართული კრივის და ქართველ მოკრივეთა შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება და გაცილებით მაღალ ეტაპზე ავა. ახლა კი ველოდებით უკვე ჩვენ სტუმრებს, აქ მიმდინარეობს სამზადისი, იმისთვის რომ სულ მალე ოფიციალურ მშენებლობის დაწყებას ჩაეყაროს და დანარჩენი ჩვენ თვითონ ნახოთ ამ ვიდეო ბლოგში.
მინდა რომ ამ დარბაზში გაიზარდოს სოფლიო ჩემპიონები და ოლიმპიური ჩემპიონები, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელა ძალიან მასშტაბია რა, რასაც უყურებთ, ეს არის ძალიან რაიონთია, კაცი როგორ უნდა გიყვარდეს შენი სახეობა, შენი სპორტის სახეობა როგორ გიყვარდეს, ეს ყველაფერი აი გადადო ამ ხელა რაღაც გააკეთო რა, შეიჩინო ამ ხელა მასშტაბს. გიოს გაუმარჯოთ. დიდი მადლობა ყველას, პირველი მოგზაურები. Например, ძალიან ბევრი სოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები გაიზარდა. ბატონო გიორგი, პირველ რიგში გითხარით აი ამ პროექტის შესახებ, რას მოიცავს კრივის აკადემია და ზოგადად ეს სპორტული კომპლექსი, რაც აქ კეთდება და რამდენ ხანში დასრულდება და რაზე არის გათვლილი ეს ყველაფერი? ეს არის გათვლილი საქართველოს ნაკრებზე, ასევე სტუმრებზე, სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს საქართველოს ნაკრებს არ აქვს მოსამზადებელი ადგილი, სადაც შეიძლება რომ 60-70 მოკლე ერთად ივარჯოს და ერთობლივი საცნელი შეკრებები გავაკეთოთ სხვადასხვა ქვეყნებთან. ამიტომ ზუსტად უყურებდი ამ ჩვენ მოკრივეებს, ჩვენ ნაკრების წევრებს, ახლა გმირბიჭებს სად ვარჯიშობდნენ და როგორ ვარჯიშობდნენ რა პირობებში, გადავწყვიტეთ, რომ აგვეშენებინა კრივის დარბაზი და დავხმარებოთ ამით საქართველოს მოკრივეებს და საქართველოს ნაკრებს. ბატონო გიორგი, უშუალოდ აი ამ კომპლექსზეც რო გითხრათ, აქ რა იქნება განლაგებული, როგორ იქნება, რა მასშტაბის იქნება, ესეც რო უთხრათ ჩვენს მაყურებელს. თვითონ დარბაზში იქნება 18 რინგი იქნება, ასევე 60 გრუშა იქნება, ასევე ტრენაჟორების დარბაზი იქნება, საუნა იქნება, გასახდელები და ანუ თავის ყველაფერი ინფრასტრუქტურით, სასტუმროთი, მოედნებით, გალათბურთის, ფეხბურთის მოედნები და ყველანაირი პირობით რაც სჭირდება დღეს საქართველოს ნაკრებს, მოკრივეთა ნაკრებს. ყველა პირობა იქნება აქ შექმნილი. მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით აი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის, თუნდაც თვითონ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის გორში, რომ ხორციელდება ესეთი კერძო ინიციატივები, ესეთი პროექტები, როგორ რამდენად წაადგება ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტში და ზოგადად ქვეყანაში სპორტის განვითარებას. მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი, უდიდესი მასშტაბის პროექტი არის არა მხოლოდ მუნიციპალური დატვირთვის, არამედ მას გააჩნია დიდი ეროვნული მნიშვნელობა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ლიახვის ხეობაში ახალი სუნთქვა გაჩნდა აი ამ გრანდიოზული პროექტის შექმნით, აი ამ კომპლექსის, რომელსაც რანჩოვარიანი ქვია და ბევრი რამეა წარმოდგენილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ეს ადგილი, ეს სივრცე გახდება მიზიდულობის ცენტრი მსოფლიო მასშტაბით, იმიტომ რომ აქ დარწმუნებული ვარ, ისედაც ჩემპიონების სამჭედლოა ჩვენი მუნიციპალიტეტი, ჩვენი რაიონი, აქ დაიბადა გიორგი კანდელაკი, რომელიც მოგეხსენებათ არის არა მხოლოდ ჩემპიონი სპორტში, არამედ ქართული საქმეების ჩემპიონიც გახლავთ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ჩემპიონი დაიბადება ამ სივრცეში და ეს გახდება სამჭედლო ქართული სპორტის. და ეს არის მომავლის პროექტი, მოდი ესე ვთქვათ, ქართული ჩვენი ერის განვითარების თვალსაზრისით, ახალგაზრდობის განვითარების თვალსაზრისით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძალიან ახლოს არის აქ ეს ჩვენი ისტორიული სამაჩაბლო ლიახვის ხეობის საოცარი სივრცე და აი ამ ჩვენი ძმების, ოსების, ასე ვთქვათ, აი ამ სივრცეში შემოსვლის, სამომავლო განვითარების, ურთიერთობის ხელახალი აღორძინების თვალსაზრისით ამ სივრცეს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა და მინდა მიულოცოთ ჩვენ ხარს ეს უდიდესი პროექტი ამის დაწყება, კრივის აკადემიის საფუძვლის ჩაყრა და დარწმუნებული
დარწმუნებული ვარ, ეს თავის ადგილს იტყვის მომავალში. ბატონო, ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იმყოფებით, ვის და თქვენ კარგად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია კრევის განვითარებისთვის აი ესეთი კომპლექსების არსებობა. სამომავლოდ როგორ წარადგება ეს ყველაფერი ქართულ კრევს, რასაც გიორგი კანდელაკი ვარიანში აკეთებს აი ამ პროექტის სახით. ხელ მოგესალმებით ყველას, ვარიანებს ქართლს. ეს არის ძალიან საისტორიო პროექტი არის ეს ქართლში. გიორგი კანდელაკი დაწყებული აი 90-იანებიდან 14 როცა არეულობა იყო. კარგად მოგეხსენებათ, რომ იმხელა ჩემპიონი კლუბი გააკეთა ვარიანში. თუმცა ეს ევროპაში იარა, თელ საბჭოთა კავშირის მხრიდან რომ ესეთი კლუბი არ იყო რა უდიდესი დარბაზი და აი ახლა თანამედროვე ყველაფერი არის კრევში სპორტში და გიორგი აკეთებს აი საისტორიო საქმეს, ისეთ დარბაზ კომპლექსელი ევროპა, მსოფლიო აქ შემოას ბორებზე რა. აი მაგალითად ყაზახისტანში, რუსეთში, ეს უკრაინაში აი ეს რო სიმბირი რო იყინება ყველაფერი და რო არ შეიძლება ვარჯიშების პირობარი საქართველოს ტერიტორიული ადგილია, აქ ძალიან მაგარი პირობებია, ყველაფერი შეუქმნის გიორგი 18 რინგი დაიდგება, გაკეთება ოლიმპიური სტანდარტის დარბაზი, რინგები და აი ყველა დონის ოლიმპიური თამაშები მსოფლიოს ყველა გუნდი მოემზადება აი ვარიანში, სოფელ ვარიანში და ეს თვითონაც სოფლისთვის, ამ გორისთვის, განვითარებისთვის ძალიან დიდი მაგარი რაღაცა და მე მინდა გიორგის დიდი მადლობა მოუხადო. გიორგი ესეთი პიროვნება, რომელიც არის დამოუკიდებლობიდან პირველი სოფლიო ჩემპიონი და ჩვენ გიორგი კანდელაკმა უნდა უხელმძღვანელო სამ კრივს და ამ კრივის ფედერაციას ეს ისეთ დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი გიორგი და მე მინდა უსურო წარმატება. დღეს არის ამ ფუნდამენტის კაფსულის ჩაგდება და მინდა ეს ფუნდამენტი და ეს რაც არის ცოტა ესე მოდითლებული რომ ეთქვენ ეს მაგრი აღორძინება და ედემის ბაღივით იქნება ეს კრივის დარბაზი და გაიზრდება სოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი და ყველა ხარისხის რანგის მედლები გვექნება და წარმატება მინდა უსურო ბატონი გიორგის და ვარიანს და ქას. ეს უდიდესი პროექტი რო გააკეთა ჩვენ გიორგი. ბატონო რამაზ, ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ვართ. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად წაადგება აი ამ ხელა სპორტული კომპლექსის გახსნა საქართველოში კრევის განვითარებას და რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად აი ესეთი პროექტები რო იყოს წახალისებული საქართველოში. ნამდვილად დღეს მნიშვნელოვანი დღე არის, რაც საფუძველი ჩაეყარა იმ პროექტს, რაც უნდა აშენდეს კრევის სავარჯიშო დარბაზი. ეს რა თქმა უნდა ყველასათვის ძალიან კარგი მოკრებებისთვის ძალიან კარგი მნიშვნელოვანი არის წინსვლისთვის ყველაფერთვის, იმიტომ რომ საქართველოს საერთოდ სპორტული ბაზა არ არსებობს და აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ვარიანში, რანჩოში მთელი სოფლიო ჩამოვა და ეს მთელი სოფლიო ჩამოვა მოკრებების სპორტსმენები, ეს იმისთვის არის კარგი, რომ ჩვენს მივიღებთ ჩვენი ახალი თაობა მიიღებს გამოცდილებას და ეს რა თქმა უნდა მადლობელი ვარ გიორგის. ნამდვილად ეგეთი რაღაცა ჯერ არ გვახსოვს, არც ახსოვს საქართველოს და მე წარმატებას ვუსურვებ გიორგის. ბატონო გიორგი, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული კრევის განვითარებისთვის, რომ იყოს აი ესეთი კომპლექსი, სპორტული კომპლექსი უშუალოდ კრევზე ორიენტირებული და რამდენად წაადგება ეს სამომავლოდ იგივე ქართველ მოკრევებს, ქართველი ნაკრებების მზადებას თქვენი აზრით? პირველ რიგში წარმატება მინდა უსურვო ამ დიდ პროექტს. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კრევის განვითარებისთვის. აქ შესაძლებელია ჩატარდეს სოფლიო მასშტაბის შეკრებები კრევში. მსგავსი ტიპის ადგილი ჯერ არ გქონდა საქართველოში და ძალიან კარგია, რომ ეს პროექტი ხორციელდება, ვინაიდან ეს ძალიან განავითარებს ქართულ კრევს. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გისურვოთ წარმატებები თქვენს ქართულ მოკრევებთან ერთად, ქართულ კრევთან ერთად და კიდე ერთი კითხვა ასეთი მექნება, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აი სხვა კერძო ინიციატივებიც გამოჩნდეს, გასაგებია, რომ ამ კუთხით ყოველთვის სახელმწიფო მუშაობს ხოლმე, თუმცა თუნდაც მიბაძვის კუთხით სხვა კერძო ინიციატივებისთვისაც რამდენად მნიშვნელოვანია აი ესეთი პრეცედენტის დაფიქსირება, რომ კერძო ინიციატივით ხორციელდება ამ ხელა პროექტი. ნამდვილად მისაბაძი პროექტია და კარგი იქნება თუ სხვა კერძო კომპანიები თუ კერძო პირები მსგავს პროექტებს განახორციელებენ და ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ განვითარებაში. რამდენად მნიშვნელოვანია გორის მუნიციპალიტეტში ასეთი კერძო ინიციატივების განხორციელება თქვენი აზრით და რამდენად შეუწყობს ეს ყველაფერი რეგიონში სპორტის განვითარებას? ხელს. ბატონო, პირველ რიგში მინდა რომ მადლობა მოუხადო ამ პროექტის ავტორს, ესე რომ ვთქვათ,
გიორგი კანდელაკს ჩვენს მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ვარიანში იქნება ასეთი კრივის უდიდესი კომპლექსი, რომელიც არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ ესე შეიძლება ითქვას სხვადასხვა ბევრი ისეთი ქვეყნების მასშტაბითაც ერთ-ერთი საუკეთესო და ერთ-ერთი დიდი პროექტი იქნება. Რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ისევ და ისევ კრივის პოპულარიზაციას. ამ დარბაზში სწორედ ივარჯიშებენ ის მომავალი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს და სრულიად საქართველოს ასახელებენ. გიორგი, შენ საქართველოს ნაკრების მოქმედი წევრი ხარ წლების განმავლობაში. შენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად დადებით წვლილი შეიტანს თუნდაც სანაკრებო მომზადების კუთხით აი ესეთი სპორტული კომპლექსის არსებობა, როგორც დღეს ვარიანში შენდება? ძალიან მიხარია რომ საქართველოში იგეთი კომპლექსი გვიშენდება, იმიტომ რომ მოკრივეებს არასდროს არ ქონია ესეთი კრივისთვის განკუთვნილი სპეციალური ბაზა საქართველოში და მომავალი წლიდან უკვე ყველა სიხარულით ველოდებით როდის გაიხსნება, როდის შეუდგებით აქ წვნებს, როგორც ვიცით, იქნება ყველა საჭირო პირობა, რაც სპორტსმენს და მოკრივეს ჭირდება, იქნება ძალიან ბევრი რინგი, ალბათ სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ვარაუდობთ, რომ ერთობლივი სბორისთვის შესანიშნავი ბაზა და გარემო გვექნება და ველოდებით მოკლედ როდის გაიხსნება ძალიან დიდი მოლოდინით რა. მინდა გისურვო წარმატებები პირადად შენ ნაკრებს და იმედი მაქვს რომ აი აქ გავლილი მომზადები ძალიან დიდ შედეგებს დადებთ სამომავლოდ. ვეცდებით აუცილებლად. ლაშა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება უშუალოდ შენ სოფელში. ამის გარდა შენ წლებია მოკრივე ხარ, გადიხარ წვრთნებს, რამდენად წაადგება შენი აზრით საქართველოს კრივის განვითარებას და უშუალოდ თუნდაც თქვენ კრივის კლუბს რამდენად წაეხმარება აი ამ ხელა სპორტული კომპლექსის მშენებლობა თქვენივე რაიონში? მოგესალმებით, ძალიან დაეხმარება ჩემი აზრით ეს როგორც ჩვენ კლუბს, ასევე სრულიად ქვეყანასაც, იმიტომ რომ ესეთი ბაზა ჯერჯერობით არ არის საქართველოში და ახლა რო იქნება შესაბამისად დაინტერესებაც მეტი იქნება, მე როცა აქ ნაკრებები ჩამოვლენ უკვე ჩვენ სოფელებში და ზოგადად რეგიონებში იქნება მეტი ბავშვი და მეტი სურვილი გამოჩნდება კრივში და ძალიან მოხარული ვარ და დიდი მოთმინებით ველოდები ამ დარბაზის დასრულებას. ირაკლი, შენ ხარ მოქმედი მოკრივე საქართველოს ნაკრების წევრი, საქართველოს ჩემპიონი. რამდენად მნიშვნელოვანია შენი აზრით, რომ რეგიონებში, თუნდაც საქართველოში განხორციელდეს მსგავსი პროექტები, როგორცაც ჩვენ ახლა უყურებთ ვარიანში და რამდენად წაადგება ქართული კრივის განვითარებას აი ამ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც გიორგი კანდელაკის კერძო ინიციატივით ხორციელდება. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. ძალიან მოხარული ვარ, მართლა ძალიან წაადგება, ძალიან კარგია. იქიდან გამომდინარე, რომ თაობები გაიზრდებიან და კარგი თაობები გაიზრდებიან და წამოა ახალი თაობა რა და მივესალმები მართლა ძალიან უპრეცედენტო რაღაცას ამგვაქვს საქმე, ესეთი რაღაცა, რა ვიცი, აღნიშნეს ბიჭებმაც, რომ არ მომხდარა და კარგი იქნება, რა თქმა უნდა, მივესალმები და მისალოცი ამბავია ეს ყველასთვის და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ უკვე ულოცავ რა. დამბუძლებელს, იდეის ავტორს და ყველას, აი მithumotes ვარიანს და ვარიანელებს და ქორელებს და ყველას თელ საქართველოს ძალიან მაგარი რაღაცაა. და უდგავართ გვერდში რა. ირაკლი, შენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია შენ ყოფილ ხარ არაერთ შეკრებაზე, არაერთ ვარჯიშზე, რამდენად მნიშვნელოვანია რომ აი ეს სრულყოფილი პირობებში გაიარო მზადება და მოკრივისთვის რამდენად მნიშვნელოვანია რომ თუნდაც გქონდეთ ერთობლივი წვრთნები სხვა ქვეყნის ნაკრებებთან ერთად, რომელიც უკვე შესაძლებელი იქნება აი ამ სპორტულ კომპლექსში რომ გაიმართოს. სხვადასხვა კარგი შეკითხვა, ეხლა ბიჭები მაგაზე ვსაუბრობთ, რომ ეს ამ ადგილას არის ყველაფერი ერთად, აი სარბენი ადგილები არის, აქ იქნება ყველაფერი იქნება სპორტის გავივლი თავისუფლად და ძალიან მაგარი რაღაცა იქნება რა მართლა ეხლა არ მინდა მომლელებს რომ გავასწრო, მაგრამ როგორც ხედავთ, როგორც არის პროექტი და რომ თანახება გორში არაერთხელ ვართ ნამყოფი აქ რაღაც სხვა ჰავა, სხვა ჰაერია და რაღაცა კარგ საქმე რა და მივესალმებით და მოდი დაველოდოთ და ყველაფერი კარგად იქნება უფლის ხალობით რა თქმა უნდა. დარჩენ გახსნაზე ვნახოთ ხო? თუმცა დავით, რამდენად მნიშვნელოვანია რომ თქვენს მუნიციპალიტეტში ხორციელდება ასეთი კერძო ინიციატივა, ასეთი მასშტაბური პროექტი. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება თუნდაც გორის მუნიციპალიტეტისთვის და ზოგადად სპორტის განვითარებისთვის თქვენს რეგიონში? პირველ რიგში მიულოცავ სრულიად საქართველოს, ეს მარტო ჩვენი რეგიონის
არ არის, ეს არის სრულიად საქართველოსი ოლიმპიური კომპლექსი კეთდება კრივის, რომელიც ალბათ სამყაროს მასშტაბით იქნება ერთ-ერთი სერიოზული და ამასთანავე მინდა უდიდესი პატივისცემა და მადლობა გამოვხატო ბატონ გიორგი კანდელაკის მიმართ, რომელიც არის ამის თაოსანი, მან მოიზიდა ის ინვესტიციები, რომელიც საფუძველზეც განხორციელდება ამ კომპლექსის მშენებლობა. კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენს რეგიონში და ქართლისა და ამასთანავე მინდა კონკრეტულად გორის მუნიციპალიტეტის ყველა მოსახლეს, რომ ჩვენ გვექნება ძალიან გამორჩეული კომპლექსი, ოლიმპიური კომპლექსი კრივის. ეს უკვე არის იმ მასშტაბებისა, რომ შეგვიძლია ძალიან სერიოზული ტურნირები ჩავატაროთ. ულოცავს ყველას. ბატონ ლერი, თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად კარგია, როცა ხორციელდება ასეთი პროექტები, ასეთი მშენებლობები, როგორ წაეხმარება ეს სპორტის და კონკრეტულად კრივის განვითარება საქართველოში? ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ობიექტების გაკეთება, თქვენიც რო გიორგი კანდელაკი ლეგენდარული ჩვენი მოკრივე, ფაქტიურად თავის სახსრებით აკეთებს ამ ყველაფერს, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სიყვარული ბოქსისადმი, რასაც გიორგის გააჩნია, ეს არის ძალიან იშვიათობა, ისო ჩვენ მახსოვსა ჩვენ სპორტსმენები ანებებია თავს და მე ფაქტობრივად აღარ იყურებიან სპორტისკენ აღარ იყურებიან უმეტესობა სამწუხაროდ, მაგრამ გიორგი არ მოცილებია ამ საქმეს და ეხლა დღესაც არის ჩანს, რომ ამ დიდი პროექტს ახორციელებს და უნდა რომ ჩადგეს ეს ინფრასტრუქტურა სპორტის განვითარებისთვის, კრივის განვითარებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ობიექტების აშენება, რამე თუ ესეთი მაღალი რანგის, ესეთი მასშტაბური მშენებლობები, თქვენ იცით, რომ სახელმწიფო აწარმოებს ხოლმე და ეს კიდე კერძო ინვესტიციებია და ძალიან მისასალმებელია. მინდა წარმატება გუსწორო და ჩვენი, რა თქმა უნდა, მოკრივეები მოემზადებიან აქ ყველანაირად არის ხელშეწყობა არის რამდენადაც ვიცით სასწაულოც არის ფაქტიურად და კომპლექსურად იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული და რა თქმა უნდა გველით ჩვენ მეც სპორტსმენებს, მეც წარმატებებს და გიორგის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ოლიმპიური კომიტეტის სახელით, რამე თუ კრივი არის ოლიმპიური სახეობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტის და პირადად კრივის განვითარებისთვის. დღევანდელ ღონისძიებას და საფუძვლის ჩაყრას და კაფსულის ჩადებას ესწრება თანამედროვე ქართული კრივის სახე, ოლიმპიური პრიზიორი ლაშა გურული. ლაშა, ყველა საინტერესო არის შენი როგორც მოქმედი მოკრივის აზრი, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად წაგადგება თქვენ მოკრივეებს აი ასეთი მასშტაბური კომპლექსის არსებობა საქართველოში, რომელიც გიორგი კანდელაკის კერძო ინიციატივით ხორციელდება. ნუ მე ვნახე დაახლოებითი პროექტი, შემიძლია დავარქო, რომ ეს არის კრივის ბაზა, რაზეც რავი, რაც კრივს მოვხდი, მე მგონი მის შემდეგ ვოცნებობდი ესეთ პროექტზე, ესეთ დარბაზზე, როგორც ვიცი, 18 რინგი დაიდგმება და რამხელა სივრცე არის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს როგორც ჩემთვის, ასევე მომავალი თაობებისთვის, რადგან შეგვიძლია უკვე ძალიან მშვიდად კომფორტულ გარემოში მოვემზადოთ იმ მთავარი შეჯიბრებებს, რაც არის ევროპა, მსოფლიო ოლიმპიადა და სხვა შეჯიბრებების. ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის და მიხარია, რომ გიორგი კანდელაკი, მსოფლიო ჩემპიონი ადამიანი, თავისი ინიციატივით ესეთ საქმეს აკეთებს ქართული კრივისთვის და მოკრივეებისთვის. და კიდე ერთი კითხვა მექნება, ლაშა, ზოგადად შენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია ის საკითხიც კრივის განვითარებაში, რომ ზოგადად ესეთი პროექტები, როგორც ეს ხორციელდება ხოლმე სახელმწიფოს ჩართულობით, თუმცა როდესაც არის კერძო ინიციატივა და პრეცედენტია ფაქტიურად, რომ კერძო პიროვნება აკეთებს აი ამ ხელა მასშტაბის საქმეს ქართული კრივისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია და შენი აზრით რამდენად იქნება კიდევ მაგალითის მიმცემი თუნდაც სხვა კერძო ინვესტორებისთვისაც, რომლებიც შესაძლოა ხვალდაზე დაინტერესდნენ და ქართული კრივის, ქართული სპორტის საქმეში განახორციელონ მსგავსი პროექტები. ნუ რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი არის ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს უყვარს სპორტი, უყვარს კონკრეტულად კრივი, თავისი სახეობა, რომელიც სახეობაში არის მსოფლიო ჩემპიონი და მიხარია, რომ გიორგი კანდელაკი ესეთ რაღაცას აკეთებს ქართული კრივისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალდაზე მე როდესაც მექნება მაგის საშუალება, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ეს мотиваცია, სურვილია და მეც ვესწრები ესეთი თუ არა, არანაკლები მაინც გავაკეთო. რა ჩემთვის ეს мотиваცია და ესე ვთქვათ, გიორგი მიცის ეს რას ნიშნავს ჩვენთვის და ეხლა მეც მეცოდინება რას ნიშნავს დაუშვათ იმათთვის რა და გამიხარდება თუ კიდე სხვა ის ადამიანები დაინტერესდებიან თავისი სურვილით და გააკეთებენ ქართული სპორტისთვის და კრივისთვის ესეთ რაღაც
ღონისძიებებს და პროექტებს. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას, ვიმახსოვრებთ პირობას თავის დროზე და შენ რო ძალიან მაგარ დარბაზებს გააკეთებ, იქაც სიამოვნებით აუცილებლად მოვალ და ვისაუბროთ. ერთ-ერთი პროექტი ჩაშვებული არის უკვე, რა თქმა უნდა, კერძოდ ჩემს ქალაქში და მე მაგის ფილიალები რა თქმა უნდა. გვიყვარს ჩვენ ეს საქმე, როგორ შეიძლება იყო ამ სპორტში მთელი ცხოვრება, მით უმეტეს ტიტულოვანი იყო და შემდეგ სპორტის რო ასრულებ, როგორ უნდა იცხოვრო ისე რომ ამ სპორტში არ იყო, მე ვერ ხვდები და ზუსტად მესმის რატომ აკეთებს გიორგი ამას და რა ვინც ქართული კრივისთვის და სპორტისთვის წინ გადაგნაბიჯებს და აპირებს და გადადგავს, მის გვერდით ვარ მეც. გისურვებთ წარმატებებს.